მოგესალმებით ყველას და გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი დღეს განვიხილავთ მათეს სახარების მეხუთე თავს. ჩვენ მეოთხე თავში განვიხილეთ ქრისტეს გამოცდა უდაბნოში. მესამე თავში, ნახეთ, მესამე თავში განვიხილეთ მისი ნათლისღება, როცა მამამ დაამოწმა ზეციდან და სული წმინდა დაადგა მას კვეთის სახით, რომ მამამ დაამოწმა, რომ ესაა ჩემი საყვარელი ძე. ესაა სათნო ჩემთვის, ხო? და შემდეგ ნახეთ მეოთხე თავში, როგორ გამოიცადა ის უდაბნოში ეშმაკისგან, როცა 40 დღე და ღამე იმართლა, 3 საცდური დაუგო ეშმაკმა და დაამარცხა მან ეშმაკის თუნება და გაშორდა მას ეშმაკი და ანგელოზნი ემსახურებოდნენ მას, ხო? ნახეთ, ღვთისაგან დამოწმებული, უდაბნოში გამოცდილი, რომ ეშმაკმა ვერაფერი ვერ უპოვა მას, გამოდის და იწყებს ქადაგებას შეინანებს, რადგან მოახლოვებულია ცათა სასუფეველი და პირველ მოწაფეებს უხმობს თავისას, ხო? მეოთხე თავში ეს ნახეთ ჩვენ. და ნახეთ, რომ მოედო მისი ამბავი თელ სირიას, ანუ ჩრდილოეთ ისრაელის ჩრდილოეთ სირიის პროვინციას, ასევე მოჰყავდათ მასთან სნეულნი და შეპყრობილი სხვა უწმინდელი სულებით და ყურნავდა მათ. ანუ გაიგო ისრაელმა, იუდეამ, გალილეამაც და სირიამაც, სადაც გადასახლებაში ცხოვრობდნენ ბევრი ებრაელი, რომ გამოჩნდა ქრისტე. მოვიდა ისრაელში გამოჩნდა ქრისტე. და მეხუთე თავი იწყება, ნახეთ, რითი? მოძღვარი აგროვებს თავის მოწაფეებს. აი ისრაელს ჩასახდებოდა ხოლმე. მოძღვარი მოუხმობდა გამომყევი მე, შემომიდეგი მე, იტყოდა მოძღვარი და მოუხმობდა მოწაფეებს. და ქრისტეც აი ამას აკეთებს, ხო? ნახეთ, ჩვენ წინა თავში ხო ნახეთ, რომ გალილეის ტბის პირად დაინახა პეტრე და ანდრია, დაინახა იოანე და იაკობი და გამომყევით ეუბნება და კაცთა მებადურებად გახდით, ხო? და გაყვნენ 4 მოწაფე უკვე ყავს აი ამ მომენტში. და მეხუთე თავი ასე იწყება. ხალხი რომ იხილა იესო თაზე ავიდა და როცა დაჯდა მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და გახსნა ბაგენი და ასწავლიდა მათ და ამბობდა. აი ასე, ნახეთ, მოძღვარი როცა დაჯდებოდა ხოლმე იუდეველებში, ესე იგი იწყებდა განმარტებას, გესმით? თუ ვინმე კითხულობდა წმინდა წერილს, ის ფეხზე უნდა ამდგარიყო აუცილებლად და ფეხზე დგას უნდა წაეკითხა ის წმინდა გრაგნილი, ხო? ბიბლიის რომელიმე წიგნის, მაგრამ მოძღვარი როცა დაჯდებოდა, ნიშნავდა რომ იწყებს განმარტებას, სწავლებას და მის ფეხით დაჯდებოდნენ ხოლმე მისი მოწაფეები და რაღაცა სწავლება ეს. აი ახლა ჩვენ ახლა ვხედავთ, დღეს ხო მეხუთე თავი უნდა განვიხილოთ, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე თავები არის აი ერთი სწავლება. ამას ეძახიან ხოლმე ქადაგებას მთაზე. აი უფრო ევროპულ სამყაროში ქადაგება მთაზე, ასეთ სახით ეწოდება. ჩვენთან 9 ნეტარების სახელით არის ცნობილი ეს ქადაგება. ქადაგება 9 ნეტარებაზე, მაგრამ ეს სამ თავს მოიცავს, გესმით? და ანუ ფაქტიურად ეს რა არის, იცით? ეს არის პროგრამა. ქრისტიანობს, რომ ჩემი მოწაფე ვისაც უნდა იყოს, აი პროგრამა, აი ასეთი უნდა იყოს ჩემი მოწაფე. აი მაგალითად თალმუდიდან ცნობილია რაბი ტარფონი იყო ასეთი ცნობილი მათი მასწავლებელი რაბენი და ის ამბობს, მაგალითად ვინც ხორცის ჭამაზე უარს არ იტყვის, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. გესმით? ანუ თავშეკავება, ხორცისგან თავშეკავებას მაგალითად, ხო? და მისი მოწაფეები, ვისაც უნდა მის დამოწაფებოდა, უნდა უარი ეთქვა იმაზე, რასაც მოითხოვს მათი მასწავლებელი, გესმით? აი ქრისტეც აქ როგორც ღვთაებრივი მოძღვარი უხმობს მოწაფეებს და პროგრამას აძლევს, გესმით? ეს 9 ნეტარება არის ერთადერთი რამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს მისმა მოწაფეებმა როგორ უნდა იცხოვრონ. გესმით? აი ხანდახან ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც არის გავსებული ესეთი შეხედულება, რომ 10 მცნებას ვინც დაიცავსო, ის ცხონდებაო. აი ეს სახალხო ხალხურ იმაში არის, ასე ვთქვათ, წყალებში, ხალხურ თეოლოგიაში ეს, რომ 10 მცნებას ვინც დაიცავს, ის ცხონდება და 9 ნეტარებას ვინც დაიცავს, ის წმინდანი იქნება. გესმით? ეს არ არის რა თქმა უნდა სწორი. ეს არ არის მართებული, იმიტომ რომ 9 ნეტარება ყველა მისი მოწაფისთვის სავალდებულოა. ყველა ქრისტიანისთვის ვინც თავს ქრისტეს მოწაფედ,
ყველა 9 ნეტარება და მთელი ეს სწავლება, რომელიც მე-5, მე-6 და მე-7 თავებშია, უნდა შეასრულოს. გესმით? აი, ძალიან მარტივია, აი როცა მოდის სხვა ადამიანი და ამბობს, რომ აი ქრისტიანობას მინდა შეუდგე. აი ეკლესიაში მოვა და მინდა შეუდგე ქრისტიანობას. აი რა გავაკეთო? უნდა უთხრათ, აი თქვენ შეგიძლიათ ურჩიოთ. მათ ეს ახარება ხომ იცი? მე-5, მე-6, მე-7 თავები შეისწავლე. ეს არის პროგრამა, სწავლება, როგორი უნდა იყოს ქრისტეს მოწაფე. მორჩა. მეტი არაფერი. და მოდით აი ეს მე-5 თავიდან ვიხილოთ დღეს რას ეუბნება ქრისტე მის მოწაფეებს. ეს სად ხდება, ეს ქადაგება, როგორც ჩანს, ეს ქრისტე გალილეაშია და ამ უმეტესობა იმაზეც ემთხვევა ბერლინის კვლევარების, რომ კაპერნაუმში ხდება ეს. იმიტომ რომ წინა თავში ჩვენ ნახეთ, რომ ქრისტემ შეიცვალა საცხოვრებელი და ნაზარეთი, ხედავთ? გალილეაში, ნაზარეთი. ის წავიდა და დასახლდა კაპერნაუმში. რათა აღსრულდეს ის სიტყვა, რომ ქვეყანა ნეფთალემისი იქნება ის, სადაც აღმოწყინდება დიდი ნათელი. ნეფთალემის მხარე იყო, სადაც იყო ქალაქი კაპერნაუმი, სადაც ცხოვრობდნენ მეთევზე და სოფელი იყო, სადაც ცხოვრობდნენ მისი მოწაფეები და ქრისტეც იქ დასახლდა კაპერნაუმში და როგორც ჩანს, იმ კაპერნაუმში იყო ამაღლებული ადგილი მთა და იმ მთაზე ავიდა ქრისტე და ამ მთაზე როგორც ჩანს, თან სწორი ადგილიც იყო, თავს გვაქვს ხომ ესეთი ადგილები და ამ სწორ ადგილას შეგროვდა ხალხი მის გარშემო და ზევიდან საუბრობა. ქრისტე ხშირად იყენებდა ხოლმე აი ამ მეთოდ ხერხს, აი მაგალითად ხალხი აწყდებოდა ერთხელ და ვერ ხალხი როცა გაწყდება როგორ და ისაუბრო და უთხრა რომ ნავი მომეცითო, ნავი მათხოვეთო. ნავში ჩაჯდა უფალი და გაცურა რამოდენიმე მეტრი ნაპირიდან და იქ ხალხი ვეღარ მიაწყდებოდა წყალზე. და წყლიდან ელაპარაკება. აი ხომ გინახავთ დღეს მაგალითად სცენები წყლის პირას რო ახობი გაკეთებული, მუსიკალური სცენები. და წყლის პირას დგას ეს სცენა, ხალხი წყლის იქითაა და აქეთ უკრავს მუსიკა და იქით ძალიან კარგად ისმის, იმიტომ რომ წყალია ესე მოქმედებს, რომ ირეკლამას ძალიან კარგად გერებს და ეს უკვალმაცია თმობდა იცოდა და ამ შორიდან აი ხა ახაც ამას აკეთებს, თაზე ადის და იქიდან ელაპარაკება თავის მიმდევრებს და ამბობს ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, ვინაიდან მათია ცათაზაზუფეველი. ნეტარიყვნენ გლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშინის ცემული იქნებიან. ნეტარიყვნენ მშვიდნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერნი და მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. ნეტარ არიან წმინდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნულნი, ვინაიდან მათია ცათაზაზუფეველი. ნეტარ ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისათვის. გიხაროდეთ და ილხენდით, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცათაშინა, რადგან ასეს დევნიდნენ წინასწარ მეწყვილთაც, რომლებიც თქვენზე უწინარეს იყვნენ. აი პირველად ეს მონაკვეთი განვიხილოთ, როცა იწყებს 9 ნეტარებას ამბობს აქ უფალი, აი ცნობილ 9 ნეტარებას. პირველი კითხვა, რას ნიშნავს ნეტარი? ნეტარი, აი ქრისტე ამბობს 9 მუხს, რომ ნეტარია ასეთი ადამიანი, ხო? ნეტარებანი არის სუფთად, აი ძველი აღქმისეული ტერმინია. აი გახსოვთ, პირველ ფსალმუნებს ხო ვკითხულობთ ჩვენ. პირველი ფსალმუნი როგორ იწყება? ნეტარ არის კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოსასა და გზასა ცოდვილთას არა დადგა და სასჯდომესა უჯულოთას არა დაჯდა. ანუ ის კაცი, ვინც არ გაივლეთ გულში ბოროტ ფიქრს, არ ივლის ბოროტ გზაზე, არ დაჯდება ის ცოდვილი, აი ნეტარია ის კაცი. და აშრეი ასე სიტყვა იყო ებრაულში, ნიშნავს ნეტარებას. და ეს სიტყვა რას ნიშნავს? უყურეთ, მინდა კარგად გავიგოთ. მე თქვენ გეტყვით მაგალითს, თქვენ ცხოვრებაში ეს გამოგიცდიათ. ნეტარი არის ადამიანი, რომელიც ღმერთის შეწევნით არის წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი. აი იმიტომ რომ ღმერთთან არის, ნაყოფიერიც არის, ანუ შედეგი მოაქვს მის ცხოვრებას, წარმატება აქვს
და ბედნიერია, სულიერ ბედნიერებას განიცდის. აი ესეთია ნეტარი ადამიანი. გესმით, ეს სამივე რამ ერთად უნდა იყოს. მხოლოდ ემოციური განცდა კი არ არის, რომ აი მე მორწმუნე ვარ და რა კარგია, არამედ ნაყოფს ხედავ შენი საქმისას. და წარმატებას გაქვს, იმიტომ რომ ღმერთი გპასუხობს შენს ლოცვაზე და შენს თხოვნაზე, ხო? აი რა არის ნეტარების განცდა? აი მაგალითად, როცა ძალიან გულმხურვალედ გითხოვიათ რაიმე ღმერთისთვის, ხო? და ის შესრულებულა. აი ეს ბედნიერების განცდა არის ნეტარების განცდა. აი ძალიან მარტივად რო ვთქვა, რომ მე ვიცი, რომ იმ მიუწვდომელმა ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინა და მე ხილულად ხედავ შედევს იმისას, ხო? ხილულად დავინახე, რომ აი ის რაც მე ვითხოვე ღმერთმა აი ეს არის ნეტარების განცდა. ხომ გამოგიცდიათ ბევრ თქვენთაგანს ეს? აი ეს არის ნეტარი. და ქრისტე ამბობს, რომ აი ამ ყველაფერს რაც ამ 9 მუხტშია, ვინც შეასრულებს, ვინც ეცდება რომ შეასრულოს, აი სულ ასეთი ნეტარების განცდა ექნება მას. ის იქნება შინაგანად ბედნიერი ადამიანი, გესმით? მაგრამ ეს ყველაფერი აბსოლუტურად განსხვავებულია მიწიერი გაგებისგან ბედნიერების. ხო, მიწიერად როგორ ესმით ბედნიერება, რომ ყავს დიდი სახლი გაქვს, არ გიჭირს მატერიალურად, ყავს ბევრი შვილები, კარგად ყავდა ოჯახი, ხო, მას მიწიერი რაღაცები. ეს კი არ არის ბედნიერება, არამედ სხვა. შენში რომ განიცდი ღმერთთან სიახლოვეს. აი ეს არის ნეტარების განცდა. და შემდეგ პირველი მუხლი ამბობს, აი ეს მნიშვნელოვანია ეს პირველი მუხლი, გლახაკნის სულით. ნეტარნი არიან, ანუ სულიერად ბედნიერები არიან, სულით გლახაკი ადამიანები, რადგან მათია სათასასუფლებელი. ანუ იაჰვეს ღმერთის სამეფო მათია, ისინი შევლენ ღმერთის სამეფოში, ხო? ეს ღმერთის სამეფო როდის დამყარდება ხილულად? როცა ქრისტე მეორედ მოვა, მაგრამ უხილავად ეს სამეფო ხო აქ არის უკვე. ჩვენ შორის არის უხილავად ეს სამეფო, ხო? და გლახაკის სულით რას ნიშნავს? აი როგორ უნდა ვიყო გლახაკის სულით? მოდით, აი ესე განვიხილოთ ეს. გლახაკის საწინააღმდეგო რა არის? დიდარი. და ესე იგი თუ გლახაკის სულით კარგია, დიდარის სულით ცუდი უნდა იყოს? არ გამოდის. ესე იგი გლახაკი ღარიბს კი არ ნიშნავს. გლახაკი ნიშნავს, რომელიც უძულრებას გზნობს თავისა სულიერად. გესმით? აი მაგალითად მე დავდე პირობა, რომ არასდროს არ ვეტყვით სულ სიტყვას, მაგალითად მეუღლეს, ხო? დავდე პირობა. ვერ ვასრულებ. ხო, ვერ ვასრულებ, ხო? მაგალითად. ან სხვა რამეზე თქვი, რომ აი ღმერთო, მე არასდროს ამ ცოდვას აღარ გავიმეორებ, მაგრამ ხომ მაინც დაგემართა. ანუ შენ გზნობ, რომ სიგლახაკი გაქვს სულიერ. შენ არ შეგიძლია შენი ძალებით ამის დაძლევა, ხო? ანუ ცხონებაც და გადარჩენაც შენი ძალებით შენ ხვდები, რომ შენ არ შეგიძლია. თუ ღმერთმა არ გიშველა, ვერ შეძლებ შენი საკუთარი ძალებით, გესმით? შეუძლებელია ხსნა. აი ესეთია გლახაკი ადამიანი. ანუ უძლურებას რომ გზნობს თავისას, ისე. აი დიდარის სულით რო თქვა, აი რაც საწინააღმდეგო რაც არის. ეს შეგიძლია ვთქვათ, რომ სულიერად თვითკმაყოფილი ადამიანი. აი გლახაკის სულის საწინააღმდეგო ანტონიმი რა არის? სულიერად თვითკმაყოფილი ადამიანი, რომ მას დარწმუნებულია, რომ ყველაფერი შეუძლია. მას არ ჭირდება ღმერთის დახმარება, მას არ ჭირდება მაცხოვარი. გესმით? ამიტომ არის სულიერად თვითკმაყოფილი ცუდი და სულიერად გლახაკი არის სათნოება, რომელიც ღმერთზე, მისი იმედი ღმერთზეა დამყარებული. აი ამას ამბობს ქრისტე, ხო? ჩვენ ხო ყველა მეს ვიცით რაც არის, ხო? ჩვენ ხო ვიცით, რომ ქრისტეს გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება სულიერი ცხოვრება. მეორე მუხლი, ნეტარიყვნენ გლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშინისცემულნი იქნებიან. გლოვიარე გულით, გულით ზოგ თარგმანში გლოვარენი გულითა, ხო? ზოგ თარგმანში ასე არის. გულით გლოვარე რას ნიშნავს? რომ ტირის თავის ცოდვებზე რომ ტირის განიცდის, კი სწორია. კიდევ აი რა არის გლოვიარე გულით? ნანობს თავის ცოდვებს, თავის უძლურებას, თავის ცოდვიან მიდრეკილებებს, ხო? მაგრამ უფრო ზუსტი განმარტება ამისი არის რა, გულეთ ნახეთ. აი თქვენ ეს იცით, ყველას შეგიძლიათ. აი ერთხელ მაინც ხომ გვითქვამს, ღმერთო, როდის დამთავრდება ეს ამაოება? ღმერთო, აი როდის მოხვალ?
რომ ეს ბოროტება, ეს ამავება, ეს მტრობა, ეს შუღლი, ეს ომი, ეს აი როდის ღმერთო, ხო გვითქვამს ეს სიტყვა, აი იოანე მახარებელი როგორც ამთავრებს თავის აპოკალიფსის, ხო? მოდი უფალო იესო, მოდი მალე, აი ეს არის გლოვიარე გულით, გესმის, რომ შენ ტირი ხარ, შინაგანად ტირი ხარ, რომ გენატრება, როდის იქნება ის, როცა საბოლოოდ შეუერთდებით ღმერთს და აღარ იქნება გლოვა, აღარ იქნება ტირილი, ხომ? აღარ იქნება სნეულება, აღარ იქნება გაჭირვება. აი ეს არის გულით გლოვიარი ადამიანი და ღმერთი გვპირდება, რომ აუცილებლად ნუგეში იქნება თქვენთვის. აი ასეთი ადამიანი ვინც არის, ვისაც ენატრება ღმერთთან მისვლა, აუცილებლად ნუგეშინის ცემული იქნება. მაგრამ ნეტარი იქნება, სულიერი ბედნიერება და სიმშვიდე ექნება ამ ქვეყანაზე მას. მესამე მუხლი არის, ნეტარი იყვნენ მშვიდნი, აი ვინც სიმშვიდით ელოდება ქრისტეს მოსვლას, რადგან იმათ დარჩება დედამიწა. სამყარო როცა შეიცვლება, ხომ? როცა ღმერთი შეცვლის ცას და მიწას და უკვდავი იქნება ყველაფერი, აი მათ მშვიდა და თვინიერი ვინც არის, თვინიერი ნიშნავს სულიერად მშვიდია, ხო? მორჩილია. ღმერთის ის დაიმკვიდრებს ქვეყანას. შეგვიძლია ნეტარი იყვნენ სიმართლისათვის მშვიერ წყურვალნი. რას ნიშნავს ეს? ჭეშმარიტება წყურია. შენ ხვდები რომ ამაოა ეს ყველაფერი. ყველა კაცობრივი სიბრძნე ამაოა, ხომ? დღეს ეს არის მართალი, ხვალ ეს არის მართალი. ზე კიდევ ის და შენ აზრი აი საზრისი ცხოვრების წყურია, ხომ? აი ეს არის სიმართლის მშვიერ წყურვალი და ღმერთში ეძებ, აი ღმერთის სიმართლეს ეძებ, აუცილებლად განძღები. ღმერთი აუცილებლად გაგიხსნის შემეცნების კარს. გესმით? აი ამას ნიშნავს ფშიეით ხარ. ხანდახან ადამიანი ამბობს რომ აი არ მესმის არაფერი, აი ვერ გავიგე, არ ვიცი. რა გააკეთა იმისთვის რომ გაგეგო? მიმართე ღმერთს, ეძებე, დაუკაკვნე ღმერთს შემეცნების კარებზე, ღმერთო მომეცი, გამაგებინე. ხომ არ გაიკეთებია? აბა რატომ იძახი არ მესმის? ვინც შიერია და ეძებს, ის გაძღება აუცილებლად ამ ცოდნით. შემდეგ ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან, ანუ მოწყალე ვინც არის ადამიანების მიმართ, მას აუცილებლად შეიწყალებს ღმერთი იმ დღეს, როცა მას ძალიან დაჭირდება შეწყალება. და არიან წმინდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ, ანუ წმინდა გული, სადაც არ არის ზაკვა, ბოროტება, სადაც არ არის ეჭვი, შური, ათასი სიბილწე, ის დაინახავს ღმერთს. გესმით? აი, ცოდვაში ვინც ცხოვრობს, ის ვერაფერს ვერ გაიგებს ბიბლიაში რა წერია. აი ეს არის ამის საუკეთესო მაგალითი. ხანდახან ადამიანს ხანდახან არ უყვარს ღმერთი, ანუ წმინდა გულით არ უყვარს ღმერთი და იძახის ბიბლია ხალხის მოგონილი. გესმით? ის ვერასდროს ამას ვერ გაიგებს, იმიტომ რომ გული აქვს დამძიმებული, გული აქვს დაბნელებული ცოდვისგან და მან ეს როგორ უნდა გაიგოს? ხო? აი ამიტომ როგორც კი განიწმინდება ჩვენი გული, ღვთის სიტყვაც უკეთესად გვესმის. შემდეგ ამბობს, ნეტარი იყვნენ მშვიდობის მყოფელი, ვინაიდან ისინი ღვთის ძეებად იწოდებიან. ჩვენ ამას ამ თავში ვხედავთ მე ბოლოს, რომ თქვენი ჭეშმარიტის მამის შვილები იყავით, ეუნება ქრისტე და ღვთის ძე და ასულები ის ხალხია, ვინც მშვიდობის მყოფელია, ვინც მშვიდობას ეძებს, შფოთს და აურზაურს და არეულობას კი არ უწყობს ხელს. ხო არიან ესეთი ადამიანები, ხომ? რომ იწვევს დაპირისპირებას და შფოთს, არამედ მშვიდობის მყოფელია. აი ისინი არიან ღმერთის შვილები და ღმერთიც ასეთია თავად. ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. ანუ ვინც იდევნება ღმერთის ჭეშმარიტება, აი მოწამენი მაგალითად, მოწამენი. ან თუ ჩვენ ვინმე გვდევნის ჩვენი სარწმუნოების გულისთვის, მათია იაჰვეს ღმერთის სასუფეველი და ბოლოს ამბობს თავის მოციქული მოწაფეებს ეუბნება იზიან როგორც თქვენს იყავ. ახლა მოწაფეები და თქვენს გახსოვდეთ რომ ნეტარნი ხართ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას, შეურაცხყოფას ჩემის გულისთვის და დაგწამებენ ბოროტ, სრულ მოწმობის, ანუ ცილისწამების მსხვერპლი, როცა გახდებით ჩემი გულისთვის, იცოდეთ, გიხაროდეთ და ილხენდით, ხიარულიყავით, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში, რადგან ასეს დევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინარეს იყვნენ. ანუ ყოველთვის ასე ხდებოდა. რატომ იცით, ნახეთ, ბოროტება
ვერიტანს სიწმინდეს. ესმის? აი მაგალითად ბოროტ კრებულში კეთილი ადამიანი თუ არის, აუცილებლად მსხვერპლია ის ჩაგურის, რატომ? მაგრამ ბოროტი ადამიანი მხილებულია მისგან, გესმით? აი ის რატომ არის კარგი ვერიტანს? ხო? აი ჩემთვის თქვია ხოლმე ერთ ადამიანს, რომ მაგალითად აი იმის გამო რომ კეთილი იყო ეს ადამიანი, მხოლოდ ამის გამო ზძულდა. რატო ხარ მომთმენი? რატო ხარ თავმდაბალი? როგორ შენ ჩვენ გჯობი ხარ? და ამის გამო ზდევნიდნენ და ტანჯავდნენ, გესმით? მხოლოდ მოწამეობა კი არ არის, მოწამეებს რა თქმა უნდა ჯვარსაც ვამდნენ და ცეცხლი წავდნენ ხოლმე, მაგრამ ჩვეულებრივი ქრისტიანებიც იტანჯებიან, იმიტომ რომ ბოროტება ვერიტანს სიკეთეს და ადამიანებიდან ეს ასხივებს და ქრისტიანობს არ შეგეშინდეთ. მე გავიარე ეს გზა ამბობს ქრისტე. მე ეს გავიარე და თქვენც ჩემი მოწაფეები, თუ გინდა ჩემი მოწაფეები იყოთ, ეს უნდა გაიაროთ. ნახეთ? აი ამ 9 მუხში უკვე პროგრამაა მოცემული, როგორი უნდა იყოს ქრისტეს მოწაფე. ამიტომ ჩვენ ეს 9 ნეტარება ძალიან ხშირად უნდა ვიკითხოთ და ვიფიქროთ, ვართ ასეთები? ცხოვრობთ ასე? თუ ასე ცხოვრობთ, მაშინ ესე იგი მისი ნამდვილი მისი მოწაფეები ვართ. ასე ნახეთ და 12 მუხლი გავიარეთ. აი ხლა ეს თავი, ეს მეხუთე თავი მათეს სახარების საუკეთესო ილუსტრაცია არის ერთი რამის. აი ეხლა დაძაბეთ ყურადღება, რასაც მე ვამბობ. უყურეთ, რის ილუსტრაცია. ეს ახლა ჩვენ გონია რომ ქრისტემ ეს საუბარი დაამთავრა და ეხლა სხვა თემას იწყებს რაღაცას საუბარს, ხო? სინამდვილეში შემდეგ რასაც ამბობს, აქედან გამომდინარე ამბობს. ზუსტად. ეს ხო აგრძელებს ქრისტეს საუბარს. კი ბატონო, აი მე თქვენ მოგეცით პროგრამა, ეუნება ქრისტე. აი, მოისმინეთ. მაგრამ ახლა თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ უნდა შეასრულოთ ამბობს. და თუ შეასრულებთ, როგორები იქნებით ამ სოფლიოში, აი ახლა ეუნება. ნახე, მე-13 მუხლი როგორ იწყება? თქვენ ახართ მარილი მიწისა, თუ მარილი გამტკნარდა, რიღათი დაამარილებ, აღარაფრად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთათვის ფეხიც გასათელა. თქვენ ახართ ნათელი ქვეყნისა, ვერ დაიმალება ქალაქი მთის წვერზე გაშენებული. არავინ აანთებს სანთელს და დამს მას საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა უნათებდეს ყველა შინ მყოფს და აი ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენი კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამასა თქვენსას ზეციერს. ნახეთ ასე უნება? აი თქვენ ახლა თუ ამ ცნებებს შეასრულებთ, იცოდეთ რომ თქვენ იქნებით რაო სოფლისო? სოფლის მარილიო. და უნდა იყოთ სოფლის მარილი. რატომ? იმიტომ რომ მარილი შემთხვევით არ მოყავს ქრისტე, მაგრამ მარილს აქვს, ჩვენ გვითქვამს, კიდევ გავიმეოროთ, ვინც არ იცის. აი მე და თქვენ ვართ მარილნი ასევე ამ სოფლის. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, რატომ? მარილს აქვს 4 ძვირფასი თვისება. რა არის პირველი? მაშინ ძალიან ძვირფასი იყო მარილი, ძალიან ოქროსავი ძვირფასი იყო, ასე კი არ იყო ორი ფეხის ნაბიჯზე მარილი, ნუ წასულიყავი მოგეტანა საიდანღაც და ძალიან ძვირი იყო მარილი, ერთი, ჩვენ ძვირფასნი ვართ. მისი მოწაფეები ძვირფასები ვართ. მეორე თვისება მარილის რა იყო? შესანახად. დღეს რასაც შეიძლება უძვირფასესი მაცივარი ღირს, ის ღირდა მაშინ მარილი. რატომ? იმიტომ რომ მაცივარი ზად იყო მარილში ინახავდნენ. ხო და ჩვენ ვართ მარილი რატომ? იმიტომ რომ ეს 10-9 ცნება ჩვენ რომ მოვისმინეთ დღეს, მე მარილივით უნდა შევინახო ეს ჩემში. გესმით? ეს კი არ უნდა გავაფუჭო მე ეს 9 ნეტარება, არამედ ჩემში უნდა მარილივით შემოვეკრა და შევინახო ეს. ჭეშმარიტად დავიცვა. ამიტომ არ მარილი მე. მესამე მარილი აწურებს, ხო? თუ ესე რა შეიძლება რომ ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ ეს 10-9 ნეტარება რომ ჩვენ რო დაგვინახავენ მოწყურდეთ სხვა ადამიანებს, გესმით? და ჩვენ თვითონაც გწყუროდეს უფრო მეტი და მეტი. გესმით? მარილი აწურებს და მეოთხე თვისება გემრიელია. უმარილო საჭმელია, ხო უგემურია, ანუ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი სიტყვა უნდა იყოს გემრიელი. აი ისე მადლიანად უნდა თქვათ. აი კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეშია პავლე წერს კოლოსელებს რომ თქვენი სიტყვაო მარილით შეზავებული იყოსო, მარილით იყოს შეზავებული ყოველი თქვენ. ტყუილა კი არ ილაპარაკოთო ეს როგორც ჩვენ ხარჯავთ სიტყვას, არამედ ყველაფერი რასაც სიტყვის
გემრიელი იყოს, აი რომ იტყვი, მოეწონოს ადამიანს. აი ასეთი უნდა იყოს. აი მომავს ქრისტე, თქვენ ახლა მარილი სოფლის თუ ამ 9 ნეტარებას ასრულებს. შემდეგ მეორე შედარება რომელია? თქვენ ხართ რაო? ნათელი სოფლისა. არ შეგიმჩნევიათ მაგალითად რომ სულ უმნიშვნელო შეიძლება იყოს ადამიანი და აი ქრისტიანობით როგორც ნათელი ისია სამყაროში. თავისი ქრისტიანობით, ხო? უმნიშვნელო ქვეყნიური გაგებით უმნიშვნელო შეიძლება იყოს. არ კონდეს არც გვარიშვილობა, არც წარმომავლობა, არც თანამდებობა, არაფერი, მაგრამ ნათელი ანათებს ამ სოფელში, ხო? თავისი ქრისტიანობით. აი ამით თქვენ ხართ ნათელი, ნათობდეს აი თქვენი საქმეები, რათა დაინახოს ადამიანმა და გახსოვდეთ რომ თქვენ ხომ სამთელს რო ანთებთ სახში, ზევიდან საწყავს ხო არაფარებთ. ხო? საწყაო რას ნიშნავს? ხორბალს ან ქვილს ან საზომი რაღაცა იყო, ხო, მასავით, თასივით ან კეთლივით რაღაცა რომ იმას ხო არაფარებთ. და რატომ ამბობს ამას ხორბლის საზომს და ქვილის საზომს? იმიტომ რომ ყოველდღიური საზრუნავია, სამეურნეო საქმეა, ხო? და თქვენმა ამ ქვეყნიურმა სამეურნეო საქმიანობამ არ უნდა დაფაოროს თქვენი ქრისტიანული ნათელი, ხო? ხო შეიძლება ისე გავერთო ნათესვაში, მაგალითად, ან მაღაზიაში ჩემ საქმიანობით, მაგალითად თუ ვაჭრობ, რომ სულიერი ნათელი დავფარო იმ ჩემმა სამეურნეო საქმემ, დაფაროს თლიანად, ხომ ეს არ გააკეთოთ ქრისტიანობს ამ ჩემ მოწაფეებმა ეს. თქვენი ნათელი უნდა პირველ ადგილას იდგეს და ნათობდეს სამყაროს წინაშე. აი, სულ მაგალითად მომყავს მე რომ აი დედა ტერეზა მაგალითად, ხო? ვინ იყო? ერთი ჩვეულებრივი უბრალო მონაზონი ქალი იყო, ხო? ხომ ასე იყო, მაგრამ აი ამ ქრისტიანული სათნოებით რომ გაჭირვებულების დახმარება შეალია მთელი ცხოვრება, ვინ ნათობს მასზე მეტად? თელმა მსოფლიო მიწის ის მაგალითი, ნათელი, რომელიც ადამიანებზე ზრუნვაში და გადარჩენაში იყო მთელი ცხოვრება, ხო? და რამდენი ასეთი ქრისტიანი, ვინც თავი შესწირა აი ამ ქრისტიანულ საქმეს, ხო? და ნახეთ, მე-16 მუხლი და ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს. აქ პირველად ამბობს ქრისტე თქვენს მამას. აქამდე ქრისტე და შემდეგაც ქრისტე ყოველთვის ამბობს ხოლმე რომ ჩემი მამა, ჩემი ზეციერი მამა და ახლა უკვე ამბობს ქრისტე თქვენ ზეციურ მამას, თქვენი მამაც იქნება ისა, ჩემი მარადიული მამა, რომელიც არის ჩემი მამა ღმერთი. თუ ასე იცხოვრებ, თქვენი მამაც იქნება და აი ამ თქვენი საქმეებით ხალხი განადიდებს თქვენ ზეციურ მამას, ხო? აი ყველა კეთილ საქმეს, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ, ამიტომ უნდა ვაკეთებდეთ, ხო? აი გუშინ მაგალითად ერთ-ერთ სამრავლოში ვიყავი და იქ ერთ გაჭირებულად შევატყვეთ რომ უჭირს ერთ-ერთ მრევლის ერთ-ერთ მრევლს. შევატყვეთ უბრალოდ რომ უჭირს. და ყველას გაგვიჩნდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაგვიჩნდა სული რომ რაღაცა ფული გვეჩუქებინა იმ ადამიანისთვის, ხო და ერთმა რომ თქვა რომ აი რაღაცა მინდაო ისე ვქნაო, თითქოს ყველას გამზადებული ქონდა, აი იქ ვინც იდგა და მეც და ყველა მოაგროვეს უკვე და დაეხმარნა, ხო? ეს საქმე მამა ღმერთის წინაშე გავაკეთე ყველა. გესმით, აი სურვილი ის რომ გაუშვათ არაფერი არც იცნობდნენ ადამიანს, ხო? ისინი, მაგრამ აი რაც გააკეთეს მამა ღმერთის წინაშე გააკეთეს და ვინც დაინახავს ამას და ვინც იხილავს, განადიდებს და იტყვის, რომ აი თურმე როგორი მამის შვილები არიან ესე, ზეციური მამის შვილები. გესმით? აი ესე უნდა ფიქრობდეთ ჩვენ, ამას გაუნება უფალი. და ნახეთ, მე-17 მუხლი. ეს არის ცენტრალური მუხლი ამ თავის. აი, კარგად დაუკვირდით ამას. ნუ გონია თითქოს მოვედი რჯულის გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. არა მარტო ამ თავის, არამედ მთელი ამ თაზე გადაგების ამ სამივე თავის ცენტრალური ადგილი არის ეს მუხლი. არ გეგონოთ, რომ რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. ანუ ძველი აღთქმის, ხო, როგორც ჩვენ მას უწოდებ. გასაუქმებლად მოვედი, არამედ აღსასრულებლად. რას ნიშნავს ეს მუხლი? ქრისტე რატომ ამბობს ამას? ეხლა ქრისტეს ქადაგება იყო აბსოლუტურად განსხვავებული
მათი რაბინების ქადაგებისგან, ხო? ნახეთ, მეშვიდე თავის ბოლოს, ნახეთ რა წერია მუხლი მეშვიდე თავის ბოლოს, მუხლი. როცა დაამთავრაო მან ეს სიტყვაო, უკვე ირდა ხალხს მისი მოძღვრება. მე მარტო მისი მოწაფეები კი არ იყვნენ, ხალხიც იდგა როგორც ჩანს, ჯერ სხვა ხალხიც, ვინც შეიძლება მისი მოწაფეები გამხდარიყო და რომ დაამთავრა ეს სიტყვა, რომელიც ამ სამთავშია გაშლილი, გაოგნებული უსმენდნენ და უკვირდათ, რადგანო ასწავლიდა მათ როგორც ძალმოსილი და არა როგორც მათი მწიგნობარი. გასმით? ანუ მისი მოძღვრება იყო განსხვავებული. გემცოდა იქით გაიყვანო ეზოში ის ბავშვი, რომ და განსხვავებული იყო მისი მოძღვრება. რა იყო განსხვავებული მის მოძღვრებაში? ქრისტეს მოძღვრებაში. ხო? აი ეს არის მთავარი. თქვენ ამ თავში ნახავთ და შემდეგ თავებშიც ნახავთ, რომ ქრისტე ლაპარაკობს საკუთარი სახელი. გესმით? აი ჩვენ რო ვახსენებთ ხოლმე თალმუდს, რო ვახსენებთ ხოლმე ჩვენ თალმუდს. იმ თალმუდში თქვენ რომ გადახედოთ იმას, აი მე შეგვიძლია შემდეგში მოგიტანოთ და გაჩვენოთ. მოძღვარი ქადაგა, აი მაგალითად რომ რაბი იოხანანი რაღაცა აზრს ამბობს, ხო? თალმუდი რა არის? თალმუდი არის ბიბლიის განმარტება, ხო? რჯულის განმარტება, პირველი ნაწილის, ხო? ძველი აღთქმის როგორც თანახი ქვია ებრაელებს თანახს ეძახიან. განმარტება. მაგალითად რაბი იოხანანი როგორ ქადაგებს ისიც მაგალითად თავის აზრს. რომ აი ეს ამბობს რომ რაბი იცხაკმა ასე თქვა იმიტომ რომ რაბი გამალიელისგან ასე გაუგია თურმე და ამიტომაც თვითონაც ეთანხმება ამ აზრს. და რაც უფრო დიდ მოძღვარს დაიმოწმებდა რაბი, მით უფრო ავტორიტეტული იყო მის საკუთარი აზრიც. ესმით? აი როგორც ჩვენთან არის ხოლმე, რომ აი ბასილი დიდმა თქვა ეს და ამიტომ ჩვენ ასე უნდა ვიფიქროთ. წყაროებს ვიმოწმებთ, ხო, ვიმოწმებთ ავტორიტეტებს ვიმოწმებთ. და ქრისტე როცა მოვიდა და ქადაგებს, არავის არ იმოწმებს. ამბობს რომ მე გეუბნებით ასე. მე კი გეუბნებით ასე. მე გაგიმარტავთ ასე. და ამიტომ გაოგნებულები უსმენდნენ, რომ ეს რა მოძღვრებაა. რა ავტორიტეტით დაპარაკობს, იმიტომაც ხვეუბნებიან მე მას რომ გითხარი რა ძალით აკეთებ ამას. ან რა ძალით ლაპარაკობ, რა არის შენი ავტორიტეტი? ხო, იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელი რამე იყო მათთვის, გესმით? იმიტომ რომ მოძღვარი რომ გამოჩნდებოდა, ახალი რაბი რომ გამოჩნდებოდა ისრაელში, მაშინ მაგალითად, ხომ? ვიღაცისგან ხელდასხმული უნდა ყოფილიყო. ის ამბობდა, აი, პავლე მოციქულთან ხედავ ჩვენ ამას მერე. პავლე მოციქული ერთო ადგილას ამხსენებს ამას, რომ თავისი ავტორიტეტი დასტუროს, რომ მეო გამალიელის მოწაფე ვიყავიო. და გამალიელი იყო დიდი მოძღვარი, მათ ძალიან დიდი მოძღვარი. რომელსაც ამბობენ რომ 12000 მოწაფე ყავდა, ხო, ძალიან დიდი მოძღვარი იყო. და პავლე ამბობს რომ მე ის გარეგებუნოთ ვიღაცა თქვენ თვითმარქვია, მე გამალიელის მოწაფე ვარ, გესმით? აი ეს ჩანს ის იუდაური, მაგრამ ქრისტე რომ გამოჩნდა, არც ხელდასხმული არავისგან, არც ვინმეს იმოწმებს, ამბობს საკუთარი ავტორიტეტით ყველაფერს, ხო? გესმით? აი ეს იყო ძლევამოსილება მისი, მაგრამ მის სიტყვას ისეთი ძალა ჰქონდა, რომ ნუსხული უსმენდა ხალხი, გესმით? ხო და ამიტომ ქრისტემ ეს იცის, რომ ხო შეიძლება მათ იფიქრონ, რომ ეს რაიმე ახალი მოძღვრება ხომ არ არის. ეს რამე სხვა ხო არ არის, ვიდრე ჩვენ გვსმენია, ჩვენ მოსესგან და სხვებისგან. და ამიტომ ქრისტე ეუბნება, არ გეგონოთ, რომ გასაუქმებლად მოვედი მის, არამედ აღსასრულებლად. ეს რას ნიშნავს, უყურეთ? აი ჩვენ რომ კარგად გავიგოთ, ქრისტე ვისთან იყო დაპირისპირებული, ძირითადად ფარისევლებთან და წიგნობლებთან, ხო? აი რა იყო დაპირისპირებული? სადუკეველებთანაც იყო დაპირისპირებული, მაგრამ სადუკეველებთან უფრო რატო იყო დაპირისპირებული? იცით რომ სადუკეველებს ავტორიტეტი ჰქონდათ ტაძარზე. სინედრიონში უმრავლესობა სადუკეველები იყვნენ, სადუკეველები იყვნენ მუდლები. სადუკეველები მოდის სადოკიდან, სადოკი იყო პირველი მუდმთავარი, ხო? და ეს სადუკეველები უფრო ბიზნეს უთანხმოება ჰქონდათ, იმიტომ რომ ქრისტე ამბობდა რომ ნუ ვაჭრობთ ამ ტაძარში, ეს არ არის სავაჭრო ადგილი, ხო? სადუკეველები უფრო ამიტომ ტრობდნენ მას, რომ იმისი თეოლოგია სადუკეველებს სულ არ აინტერესებდა. სადუკეველები იყვნენ ძალიან ლიბერალური მიმდინარეობა იუდაიზმის და ისინი ამბობდნენ რომ ყოდეთი დაბლომა არ არსებობს, ანგელოზები არ არსებობენ. ესეთი შეხედულება ყოდა, ხოლო მოსეს 5 წვინის სწამდათ, ხოლო წინასწარმეტყველებებს არ სწამდათ სადუკეველებს. ამიტომ თავარი დაპირისპირება ქრისტეს იყო ფარისევლებთან. და ფარისევლები ვინ იყვნენ?
ფარისევლები იყო სახალხო პარტია, ასე ვთქვათ. აი, შეგვიძლია უძო, სახალხო პარტია. ფარისევლები იყვნენ გაშლილი მთელ ისრაელში. ყველა სოფელში, სადაც იყო სინაგოგები, სადაც იყო სკოლები, სადაც ბიბლიას ასწავლიდნენ, ფარისევლები იყვნენ ესე. ფარისევლები იყვნენ უფრო მეტად მოშურნეები, ჯურის კაცრადამცველები. ისტორიულად ფარისევლები როგორ წარმოიშნენ, გახსოვთ, აი წინასაუბარზე ჩვენ რო ვახსენთ ბაბილონიდან რო დაბრუნდნენ ტყვეობიდან ებრაელები, ხომ გახსოვთ? ბაბილონის ტყვეობიდან რო დაბრუნდნენ ებრაელებმა თქვეს რომ მოდი ხალხო ისე მოიქცეთ, რომ ერთი მცნებაც კი არ დავარღვიოთ, რომ ისევ არ დაგსაჯოს ღმერთმა და ისევ არ მოგვიწიოს ტყვეობა. ხო და აი ნელ-ნელა აი ამ მოშურნეობამ, კარგი იყო ეს, განაცუდი იყო რჯულთან დაბრუნება. ნელ-ნელა წარმოშვა ეს ფარისევლობა. ფარისეველი სიტყვა რას ნიშნავს თავის მნიშვნელობით? ჩვენ დღეს ფარისეველი ორ პირს ან რაღაც ესეც ნიშნავს, რომ ფარისეველი ებრაულში ნიშნავდა ფერუშიმ იყო ეგეთი სიტყვა, წმინდას ნიშნავს. წმინდა, განშორებული, გამორჩეული იყო ერქო ფარისეველს, ვინც მურწმუნოებას და ცოდვას გამოერიდა და გახდა წმინდა. და ეს ფარისევლები იყვნენ მოშურნე მორწმუნეები, მაგრამ ისევე როგორც ყველა მოძრაობა ესეთი, ნენელა ხო ფუჭდება და ამათაც ეს დაემართა. ფუჭდება იმ გაგებით, რომ რა თქოს ახლა ფარისევლები, აი რა იყო ფარისევლების პრობლემა, რასაც ქრისტე უპირისპირდება. ჩვენ თუ ეს ვერ გავიგეთ, შემდეგ საუბრებს ვერ გავიგებთ, ხო? ამ თავში. ფარისევლებმა თქვეს, აი მაგალითად, მოცემული გვაქვს მცნება, რომ რძეში, თხის რძეში არ მოხარშო მისი ციკარი. აი ყველაზე კლასიკური მაგალითია ეს და იმიტომ მყავს ეს. აი მოსეს ჯულში იყო მცნება ასეთი, რომ დედის რძეში არ მოხარშო თიკარი. მაგალითად, ხო? ეს იყო იმ დროს, როცა ებრაელები შევიდნენ იმ მიწაზე, იყო სხვა ხალხი ცხოვრობდა, კერთაყვანისმცემლები, ხო? იმ ქანაანის მიწაზე. აი ამ მიწას ერქვა ქანაანი. აქ ცხოვრობდა 7 წარმართული ტომი. ეს მოსეს დროს როცა შევიდნენ, ხო? ესენი იყვნენ კერთაყვანისმცემლები, ველური ხალხი იყო ასე ვთქვათ და მათ ჰქონდათ ესეთი ჩვეულება, რომ თხა რომ მოიგებდა ციკანს, ამ თხას მოწველიდნენ და ამ ციკანს დედის რძეში მოხარშავდნენ, ხო? ხო საშინელებაა, მაგრამ მიაჩნდათ რომ ნაყოფიერებისთვის იყო ეს შეწირული ამ სხვერპლი, ასე ვთქვათ, რომ დედის რძეში თავის ციკანი მოხარშავდნენ. მოსეუნება რომ არ გააკეთოთ თქვენ ეს რძეში ციკანი არ. ეს ხო ერთი მცნებაა. აი მაგალითად ფარისევლებმა თქვეს ჩვენ რო ვიყიდოთ ბაზარში რძე მაგალითად, ხო? და ბაზარში ვიყიდოთ ხორცი. ჩვენ რა ვიცით რომ ეს ხორცი იმ დედის ციკნისგან არ არის, ხო? ამიტომ რძე და ხორცის ჭამა ერთად არ შეიძლება. მეორე მცნება დაემატა ამ მცნებას, ხო? დაემატა ერთი მცნება. მაგრამ რძისგან ხო შეიძლება ყველიც გავაკეთოთ. ის ყველიც ხო შეიძლება იმ დედის რძისგან იყოს. ამიტომ ყველის და ხორციც ერთად არ შეიძლება. მეორე მცნება დაემატა ხო იმ პირველ მცნებას. მოსემრად. ეხლა ამ რძეს რო სახში მოვიტანთ, ხო უნდა ავადუღოთ. ეს ხორციც ხო უნდა მოვხარშოთ. იმ ქვაბზე ხო შეიძლება დარჩეს რძეს და ხორციც. ამიტომ სალსალკე ქვაბები უნდა კონდეს რძეს და ხორცს. მესამე ცნება დაემატა. კიდევ ერთი მაგალითად, აი თქვა გვაქვს დუქანი, სადაც შეხვიდე სასადილოა თქვა, ხო? შეიძლება შეხვიდე და საჭმელი მიირთვა. ხო შეიძლება იქ როცა ამზადებენ რძე და ხორციან ყველი აურიონ. ამიტომ პირველ სართულზე უნდა იყოს აუცილებლად ხორციანი საჭმელი, ქვევით სართულზე უნდა იყოს რძიანი ზის პროდუქტები, მეოთხე მცნება და ნახეთ იმ ერთ მცნებას მთელი ჯარი მცნებების შემოერტყა გარშემო. ხვდებით პრინციპს და მოსეს რჯულში ხო 613 მცნება იყო და აი ამ გალავნებით, ასე ვთქვათ, ჭალებში დამატებითი მცნებების შემოავლეს ეს ბუფერები ამ მცნებებს და გახდა ათასობით სხვა მცნება კიდე მათ განმარტებაში. და ისე რომ ის თავარი რა იყო გულით დაიკარგა, ის აღარ ახსოვთ და აი ამ მცნებების დაცვაში ისე არიან გახართულები, რომ თავარი რა არის ჯულში აღარ ახსოვთ. ხო გასაგებია. ამიტომ ქრისტე მათ რო უპირისპირდებოდა ფარისევლებს, ბიბლიის გამო კი არ უპირისპირდებოდა, აბა რის გამო? მათი განმარტების გამო. და ეუბნება რომ ეს თქვენი დამატებითი მცნებები არ არის ღვთისთვის სატნო. იმიტომ რომ
გული ბიბლიის დაიკარგა. გესმით? აი ამაზეა ლაპარაკი ზუსტად. ქრისტე ამბობს რომ მე იმიტომ კი არ მოვედი რომ ბიბლია გავაუქმო. მე იმიტომ მოვედი რომ სწორად განგიმარტოთ ბიბლია. ხო გასაგებია? აი ეს არის. ხანდახანად ჩვენშიც არის ეს აზრები გავრცელებული რომ ქრისტე მოვიდა და რევოლუციონერი იყო და მან რაღაც ახალი რელიგია დააფუძნა. სისულელეა. არაფერი ახალი არ დაუფუძნებია ქრისტეს. მან თქვა რომ მე უნდა განგიმარტოთ ის რაც ნამდვილად რჯული არის. ხო გასაგებია? აი შემდეგი საუბარი აი ზუსტად ამას ეძღვნება, ხო? ნახეთ, მოვედი რჯულის აღსასრულებლად. რადგანაც ნახეთ 20 მუხლი, ნახეთ. რადგანაც გეუბნებით თქვენ, თუ კი თქვენი სიმართლე არ აღემართა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ სათესასწრაფოებში. აი ამას ეუბნება. თუ თქვენი გაგება რჯულის, აი მოწაფეების სიმართლე, აი დაგიწერეთ, რომ თქვენ დაიმახსოვრეთ. მოკლეში ნახეთ. თუ თქვენი გაგება რჯულის არ აღემატა, უფრო მეტი არ იქნა იმაზე, ვიდრე ფარისევლებს ესმით რჯული, ვერც თქვენ ვერ შეხვალთ სათესასწრაფოებში. იმიტომ რომ ფარისევლებმა რა ქნეს, იცით, აი ამ ბუფერებით, ხომ, ცნების ბუფერებით, ხომ, გალავნებით. დაკეტეს შესასვლელი სათესასწრაფოებში. იმიტომ რომ ამ ცნებებს ვერავინ ვერ ასრულებს. ამ ცნებების დაცვაზე არიან ეხლა გადასულები და სასუფეველი დაკეტილია, ჩაკეტეს. იმიტომ ეუბნება მათ ქრისტე რომ თქვენო გასაღებ ჩაკეტეთ ცოდნის კარებიო და არც თვითონ შედიხართო და არც სხვას უშვებთ. აი ამას ეუბნება. ამიტომ ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს, ჩვენც გვეუბნება თავის მოწაფეებს რომ თქვენ უნდა ნამდვილი რჯულის, ნამდვილი არსი გაიგოთ, ეს უნდა იყოს თქვენი სიმართლე. ხო გასაგებია? და შემდეგ უკვე ქრისტე აი ამის მერე და აი ნახეთ მე-19 მუხლი გამოგვჩეს ძალიან მნიშვნელოვანი. ვინც დაარღვევს თუნდაც ერთ სამ უმცირეს მცებათაგანს და ისე ასწავლის კაცს უმცირესად იწოდება სათესასწრაფოში, ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის უდიდესად იწოდება სათესასწრაფოში. ანუ ბიბლიის აზრს სწორად ვინც გაიგებს და ისე ასწავლის უდიდესია სათესასწრაფოში. გესმით რამხელა რამეა ეს? აი თქვენ შეგიძლიათ ეს იყოთ ეს ადამიანი. აი თქვენ თუ ბიბლიის აზრს სწორად ჩათვლით და შემდეგ სწორად ასწავლეთ თქვენს მშობლებს, თქვენს ახლობლებს, თქვენ უდიდესობას გპირდებათ ღმერთის სათესასწრაფოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. და ამბობს ქრისტე უფრო წინა მუხლში იყო რომ ერთი იოტა იყო აი ის რო აქვს წერტილი ზევიდან, ხო? ან ერთი რქა ჭყალის მსგავსი, ძალიან პატარა ნიშანის მათი დამწერლობა, ის ერთიც კი არ გაუქმდება, სანამ ყველაფერი არ აღსრულდება. იმიტომ რომ აი როცა ებრაელები ბიბლიას წერდნენ, ხომ ხო ხელით წერდნენ ბიბლიას, ხო? გრაგნილს ორიგინალს რო დაუდებდნენ, ხომ გრაგნილს. ხო იწერდა მწერალი, აი წიგნობარი მაგალითად. თქვა დაინახავდა რომ შეცდომაა, ერთი 100-ა გამოტოვებული ან ერთი წერტილია გამოტოვებული. იმას კი არასწორებდა. რადგან იმისი შეცვლა არ შეიძლება. ის დედანში ორიგინალში როგორც არის, ისე უნდა იყოს. მათ ჰქონდათ შემდეგ არამეული თარგმანი, პარალელური თარგმანი არამეული და აი თარგუმი ერქვა. იმაში უკვე შეიძლება მიეთითებინა, რომ იცით, აი აქ შეიძლება ეს იყოს დაგულისხმები და არა ის, მაგრამ ორიგინალი უნდა იყოს შეუცვლელი და ქრისტე ამბობს, რომ მეც აი ასე ერთ წერტილსაც არ გავაუქმებ ჯულიდან. და შემდეგ უკვე ნახეთ რა ხდება, აი როგორ ებმება აზრი აზრს, აი რაც წელან გითხარით, ნახეთ 21 მუხლიდან ქრისტე იწყებს უკვე მაგალითებს. აი მაგალითებს, რომ იმათმა როგორ განმარტეს და მე გეუბნებით ასე. და ეს მაგალითები განვიხილოთ და თქვენ გსმენია წინაპართა მიმართ თქმული არაკაცკლა, ხოლო ვინც მოკლავს, სამართალში უნდა მიეცეს. მე კი გეუბნებით თქვენ, ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს, ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას, რაკა სინედრიონს უნდა წარუდგეს და ვინც ეტყვის თავის ძმას შლეგო, ცეცხლის გეენაში უნდა ჩავარდეს. ნახეთ ეს ამბობს, რომ არაკაცკლა ხო იყო მცნებაში მოსეს რჯულში. ფარისევლებს ასე ესმოდათ, რომ თუ არ ჩაარტყი ქვა და არ მოკალი, შენ არ მოგიკლავს კაცს. აი მაგალითად არის ასეთი ტრაქტატი სანჰედრინი. თალმუდში, აი ეს მაგალითი მინდა მოგყვათ. სანჰედრინი 91-ა და იქ წერია,
რომ აი საოცარი რაღაც წერია. თუ ვინმეო ძაღლს ან გველს მიუგსევსო ადამიანსო, ისო არ ჩაითვლება მის მკვლელად თუ და მოკვდებაო. იმიტომ რომ ის გველმა უკბინაო, თვითონ ხო არ მოუკლავს ისო. გესმით? აი გველი თუ უჭირავს ადამიანსო და აკბენინა ვინმეზეო, მკვლელობის საჯილს ვერ დაემკვიდრება, იმიტომ რომ თვითონ მას არ მოუკლავს, ცხოველი იყო, ან თუ წყალში ან ცეცხლში ჩააგდო ვინმეო, ხო? ჩააგდო. და მას შეეძლო ამოსვლა იქიდან და ვერ ამოვიდაო და მოკვდაო. ეს ჩამგდები არ ითვლება მკვლელად, იმიტომ რომ ის შეეძლო და ვერ ამოვიდა იქიდან, ხო? გესმით? ანუ უშუალოდ თუ არ მოკლავდი შენ ადამიანს, აი ის წინასწარ რაც ჩაედინე არ ითვლებოდა შენს დანაშაულად, ბევრ შემთხვევაში, გესმით? და ქრისტე ამბობს, ეგრე კი არ არის. არაკაცკლა უფრო მეტს გულისხმობს. და რას ამბობს? ნახე რომ თუ ვინმე უმიზროდ გაურისხდა თავის ძმას, უკვე მკვლელია. და თუ ვინმე ეტყვის რეგვენო, რაკა ნიშნავს არამეულად რეგვენს, ის სინაგოგის სასამართლოში უნდა მიიყვანონ იმ სოფელში. და თუ ვინმე ეტყვის შლეგო, ანუ უფრო უარეს სიტყვას ეტყვის, ხო? რეგვენზე უარესია შლეგო. მაშინო სინედრიონში უნდა წაიყვანონ რაკაზე და თუ შლეგოს ეტყვისო, გენს ღირსიაო, ჯოჯოხეთის გენ, ცეცხლის ღირსია ის, ვინც ამას ჩაიდენს. ანუ მკვლელობა სულ სხვანაირად უნდა გესმოდეთ თქვენ, ამას ამბობს ქრისტე. შემდეგ თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული, არა იმრუშო. ანუ მოსეს ჯულში ხომ ვაცნებაში არა იმრუშო. ხოლო მე გეუბნები თქვენ, ყველამ ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. ანუ მრუშობა ხოლმე კი არა, როცა ფაქტი ხდება ღალატის, არამედ სურვილიც კი როცა უკვე გაგიჩნდება ამისი და ამას ათრგუნავ შენში, უკვე მრუში ხარ. ისეთი ამას ამბობს. ანუ ეს ასე უნდა გესმოდეთ. იმიტომ რომ მოსეს ჯულში ეს აი ძალიან მოკლედ არის, ხო? გერმანელები როგორც თქვა, კნა წერია ეს, მოკლე წერია. არა იმრუშო, ხო? მაგრამ არსი ამისი სხვანაირად უნდა გესმოდეთ, ამბობს ქრისტე. თუ კი გასწუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოთხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩაავარდეს გენას. თუ კი გასწუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩაავარდეს გენას. ანუ ქრისტე ამბობს, რომ თვალის ამოთხრაზე ხო არ არის აქ ლაპარაკი, პირდაპირ გაგებით, ან ხელის მოჭრაზე, იმიტომ რომ ქრისტიანობაში აკრძალულია სხეულის დაზიანება. ესმით? ანუ თავი დაისაჭურისო, მაგალითად იყო ეგეთი შემთხვევა ეკლესიის ისტორიაში, რომ იმიტომ რომ ვნება არ ქონოდა სექსუალური ადამიანს, მან მოიკვეთა სასქესო ასო. დაისაჭურისა. ასო კი არა, ის ფუნქცია მოიშალა. ან დღესაც სტერილიზაციას უწოდებენ, ან ამდაგვარს. და დასაჯა ეკლესია მის, იმიტომ რომ და ვეღარ გახდა ეპისკოპოსი, იმიტომ რომ სხეულის დაზიანება აკრძალულია, არ შეიძლება ამის გაკეთება, ნება უნდა დათბუნოს სულიერად. და სხეულის მოკვეთა და დაზიანება არ შეიძლება. ამიტომ მაგრამ ქრისტე რომ ამბობს, რომ თვალი ამოიგდე და ნიშნავს, რომ ბოროტის სურვილი მოიშორე შენგან ის, რომელიც გასწუნებს, ხო? სხეულზე აქ არ არის ლაპარაკი. მე-11 მუხლი, ესეც თქმულა, ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს მას გაყრის წერილი. ეს იყო მოსეს მე-5 წიგნის 24 თავში, რომ ებრაელები აკეთებდნენ ასე ხანდახან იუდეველები, რომ თუ აღარ უნდოდა რომ ეს ქალი ყოფილიყო მისი ცოლი, დაუწერდა ხელწერილს, რომ ეს ქალი იყო ჩემი ცოლი და თავისუფალია ჩემგან, რომ ქალი არ მეტნაკლებად დაცული ყოფილიყო ამ წერილით, რომ აი იყო ვიღაც ოფიციალური ცოლი და ახლა თავისუფალია და თქვა შეიძლება ვიღაცა ის ითხოვოს. მაგრამ ქრისტე ამბობს, რომ ეს თქვენი გულქვაობის გამო გამონაკლისის სახით მოგცათ მოსემეს ცნება, იმიტომ რომ მაინც აგდებდნენ ცოლებს გარეთ. მაგრამ მე გეუბნები თქვენ, ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას და ვინც გაშვებულს შეირთავს, კვლავად ისიც მრუშობს. ანუ ერთადერთი მიზეზი არსებობს ცოლთან გაშორების და გაშვების, თუ მრუშობა არის ღალატის მიზეზის გამო. სხვა მიზეზის გარეშე არ შეიძლება ამის გაკეთება, ამბობს ქრისტე. კვლავ მე-13 მუხლი. კვლავად გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული. ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეუსრულე
უფალს შენი ფიცი, ეს იყოს ჯულის 23 თავში იყო ეს. მოსეს მეხუთე წინის 23 თავში. ამას იმიტომ ვამბობ მე, რომ შემდეგ როცა მოусმენთ ამას, შეგიძლიათ მოძებნოთ ძველი აღთქმიდან ეს ადგილები, თავად წაიკითხოთ და უფრო გაიღრმავოთ ცოდნა. ანუ მეორე ჯულის მოსეს მეხუთე წინის 23 თავშია ეს, რომ ნუ დაიფიცავ ტყუილად, ანუ თუ დაიფიცე ღვთის წინაშე, აუცილებლად უნდა შეუსრულო ეს ფიცი. აი ესეთი ის იყო ფრაზა, რომ იაჰვეს სახელის წინაშე ღმერთის სახელით იფიცებდნენ, რომ ღმერთის გაფიცებ ღმერთს სცის და მიწის შემქმნელს. აი ბიბლიაში არის ასე, როცა აბრაამი ეუბნება თავის სახურს, რომ სცის და მიწის შემქმნელს, ანუ იაჰვეს გაფიცებ, რომ არ მოუყვანო ჩემ შვილს ცოლი უცხო ხალხისგან. აბრაამი ეუბნება ეს და ეს იყო მათთან. და შემდეგ ნახეთ რა ფარისეულებმა რა გააკეთეს უყურეთ. ფარისეულებმა თქვენს ასე რომ მოდი ღმერთის სახელი არ დავიფიცოთ. თქვათ ცას გეფიცები თქვა. იმიტომ რომ ცა ხო ღმერთის სახლია. ან თქვათ მიწას გეფიცები, იმიტომ რომ მიწა ხო ღმერთის ფეხების ყვარცხლბეკი, ანუ ესე ამბობდნენ რომ ცა მისი სახლია და მიწაზე უდგას ღმერთის ფეხიდან დიდია ღმერთი, ხო? ან მოდი თქვათ იერუსალიმს გეფიცები, იმიტომ რომ იერუსალიმი ხო ღმერთის სახლია, ხო? ტაძარი, ხო? ამიტომ თუ დავარღვევთ მე ამ ფიცს, ღმერთის სახელის წინაშე არ გამოგვივა ფიცის დარღვევა, ხო? ახეთ, ანუ იპოვეს გზა, როგორ რაუარონ გვერდი იმას, იმ ფიცს, გესმით, აი რაც მე გითხარით და უმეტეს ცნებები. ამიტომაც ნახეთ ქრისტე მე ეუბნება რას ეუბნება, ხოლო მე გეუბნები თქვენ, სულაც უნდა იფიცა. ნურც ცას, რადგან ღმერთის ტახტია იგი. ნურც მიწას, ვინაიდან მის ტერფების კვარცხლბეკია, ნურც იერუსალემს, ვინაიდან მეუფის ქალაქი, დიდი მეუფის ქალაქია. ნურც შენს თავს დაიფიცავ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი ღერით მის გათეთრება ან გაშავება. ანუ აი ამ ეშმაკობით ნული გვერდს იმას, რაც ღმერთმა მოგცა იცნებას რა. ანუ ან ღმერთის სახელი საერთოდ არ უნდა დაიფიცო და მართლად უნდა იცხოვრო, ან ის ნაცვალი სიტყვები, ჩემი თავს გეფიცები, ქალაქს გეფიცები, ცას და მიწას გეფიცები, ეს ტყუილია, ეს ეშმაკობა, ვის ატყუებ ამით, ქრისტიანობა? ნურაფერს უნდა იფიცებთ. ამიტომ თქვენი სიტყვა იყოს კი ან არა. ისეთი მართლები იყავით, რომ კი ან არა საკმარისი იყო, რადგან რაც ამაზე მეტია, ბოროტის მიერია. ანუ ფიცი არ შეიძლება ქრისტიანულად. თქვენ გსმენიათ, კიდევ ერთი, თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ. ხოლო მე გეუბნები თქვენ, ნუ აღუდგებით წინ ბოროტს, არამედ ვინ შემოკრავს მარჯვენა პრიმალში, მიუშვირე მას მეორეც. თუ ვინმე სურს გიჩილოს და წაგართვა შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამით. ან თუ ვინმე გაიძულებს 1 მილის მანძილზე გამომყევიო, 2-ზე გაყევი მას. თხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ. გასეუბნება ამით უფალი. ნახეთ. თქვენ გსმენიათ თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ. მოსეს რჯულში იყო ესეც. პირველი 5 წიგნეულში არის გამოსვლათა წიგნშიც, არის მესამე წიგნში, ლევიანთა წიგნში და ასევე რჯულის წიგნში არის, რომ მაგალითად თუ ვინმე შემთხვევით კბილს ჩაუნტრეოდა ვინმეს, კბილით უნდა ეზღვია ის დანაშაული. ესე წერია, კბილი კბილის წილ. თუ თვალს დაუზიანებდა, თვალის წილ თვალი უნდა ზღოს მან. თუ სიკვდილის წილ სიკვდილი, გესმით? ანუ ეს ცნება რატომ იყო მოცემული მოსეს დროს? იმიტომ რომ სასჯელი არ ყოფილიყო გადამეტებული. ზომიერი უნდა ყოფილიყო. იმიტომ კი არ უთხრა მოსემ ეს მათ, რომ აუცილებლად კბილს თუ ჩამილეწავს, ვიღაცა მეც კბილი უნდა ჩაულეწო. ამიტომ არ ითქვა ეს. ან თუ ვიღაცამ შემთხვევით ახლა მოიქნია ცელი და გადამიჭრა ფეხი, შემთხვევით ხო შეიძლება ცელი მოექნა და ფეხი მომიე. მე აუცილებლად კი არ უნდა მივუვარდე და ცელი გამოუსვა მეც. აბა რა უთხრა მოსემ, რომ ზომიერი უნდა იყოს სასჯელი. გესმით? აი მაგალითად თუ ვინმე მოიპარა მაშინ ბროწეული ბაზარში სიტყვაზე, ხო? შენ ახლა მას ხელი კი არ უნდა მოვაჭრა ამის გამო. ხო არის ეს იყო ასეთ ჩვევები, რომ აი მაგალითად ცხვარს თუ მოიპარავ და თითს მოაჭრიდნენ.
ან ქურდობის გამო მარჯვენას მოაჭირდნენ. ეს არ გააკეთო ეუბნება მოსეს ჯული. ზომიერი უნდა იყოს საჯელი, იმიტომ რომ შენ თუ ხელს მოაჭრი ადამიანს ბროწეულის ქურდობისთვის, როგორ უნდა იცხოვროს მან? გესმით? ბროწეულის წინ უნდა იყოს. დააბრუნებინე ეს ბროწეული და კაი ცოტა მეტი, მაგრამ ზომიერი უნდა იყოს, სამართლიანი უნდა იყოს შენი საჯელი. აი ეს მცნება ამას ნიშნავდა, გესმით? მაგრამ როგორც ყოველთვის მე დაამახინჯეს ეს და მიუძღვათ, როგორც მოგვიზღვეს, ისე უნდა მიუძღვათ, ხო? გადაუხადოთ უბრალოდ ისე როგორც დაგვიშალეს. ქრისტე ეუბნება თქვენ შორის, მოწაფეებს შორის ასე ნუ იქნება. ამიტომ, მაგრამ ნუ იქნება. იყავით თვინიერნი, იყავით მშვიდნი, იყავით მშვიდობის მოყარეები. და ნახეთ რა ეუბნება, თუ ვინმე შემოგარყავს მარჯვენა ლოყაში, მიუშვირე მას მარცხენაც. რას ნიშნავს ეს მცნება? ჩვენ ამას ვიგებთ ხშირად როგორ, რომ აი მაგალითად თუ ვინმე გწევს მუშტებით, როგორ გავჩერდე და ესე ვაცემინო თავი, ხო ესე ვიგებთ ხოლმე, ხო? ანუ რა მცნებაა ეს ახლა, ნუ აი დამარტყა მაგალითად, როგორც ხდება ჩხუბის დროს და მე ახლა ვაცემინო თავი, ხო ასე ვიგებთ. მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამეს გულისხმობს საქრისტე. აი ამის ძალიან საუკეთესო ახსნა არის, აი რას ამბობს ქრისტე რო გავიქცე. აი ჩემს წირო დგას ადამიანი, მე მარჯვენა ლოყაში როგორ უნდა გავარტყა მას? როგორ? აი ჩემი მარჯვენა ლოყა არის ეს, ხო? მისი მარჯვენა ლოყა არის აქეთ ამ მხრიდან, ხო? აი მარჯვენა ხელით მარჯვენა ლოყაში როგორ უნდა გავარტყა? იმიტომ რომ მე თუ გავარტყავ მას ასე, მარცხენა ლოყაში ვურტყავ, ხომ ასეა? ერთადერთი ასე თუ გავარტყავ. და ეს აი გასანადგურებლად ცემა კი არ არის, არამედ შეურაცხყოფისთვის ცემაა. ვიღაცის დამცირება რო გინდა, მაშინ ვტყავენ ასე, ხო? შეურაცხყოფის, რომ ასე როგორ უნდა ცემო ადამიანი, ხო? ან რა ძალა გაქვს ხელში, ასე როცა ვტყავ, ხო? ამიტომ მარჯვენას იმიტომ ახსენებს, რომ მარჯვენა ხელით მარჯვენაში ვერ გაარტყავ, ესე უნდა გაარტყა. ქრისტე ეუბნება, რომ თქვენ შორის თუ ვინმე მიკადრა ის, რომ შეურაცხყოფა მოგაყენათ, მიუშვირე მარცხენაც, მოითმინე, არა უშავს. გესმით? იმიტომ რომ ის ხო შენ მოსაკლავად არ გიტყავს ამ ლოყამა ხელს. შენ მოითმინე, შენ იყავი თვინიერი, მშვიდი და ნუ შექმნი აი ამ უარეს. შენ თუ ხო დაარტყი და ხო უარესი შეგვდას. აი ამას გულისხმობს. აი ვიღაცა მოვიდა მაგალითად და შეპყრობილია რაღაცა ვნებით და გართმევს სიტყვაზე მოსასხამს, ხო? მიეცი და პერანგიც უთხრა, ესეც ხო არ გინდა უთხარი. ამასაც მოგცე, იმიტომ რომ შეიძლება ამითი მის სინდისი უფრო მეტად შეარყიო და მიხვდეს რომ რას ვაკეთებ, ხო? უთხარი, ესეც გინდა? ასე ძალიან გიჭირს რომ ამასაც მოგცე, მაგრამ ესეც წაიღებ. თუ ვინმე გაიძულებს რომ 1 მილის მანძილზე გამომყევიო, ანუ 1 კილომეტრზე გამომყევიო, გაიძულებს აშიχνავს, აქ ის სიტყვა ნახმარი რომ აი იყო ასეთი შეურაცხყოფის სახე, რომ რომაელი მოდიოდა მაგალითად რომს ყავდა დაპყრობილი ისრაელი და აი იბრაელს დაინახავდა და წაიგდებდა მტვირთავად და მაყიდებდა თავის ტვირს და გააწააღებინებდა. მოდი, როგორც ჩემი მონა მსახური, აი გახსოვთ ქრისტეს რო ჯვარი მიაქვს. სიმონ კვირინელს რო წაიგდებენ ტვირთავად. აი ესე, ვინ წაიგდო ის ტვირთავად რომაელებმა, ხომ ჯარისკაცებმა, ხომ ასე იყო. აი ესე ხდებოდა ხომ და ქრისტე ეუბნება, არა უშავს, თუ ვინმე ამას გაკადრებს. შენ 2 მილზე წაყევი, მოითმინე. იცოდე რომ აი ამითი შენ ეს ჯუნში იყო რომ აი ამითი თუ ვინმე გწევli შენ დალოცე და თუ ვინმე გცემს შენ აკურთხე მოგუძლებს აგროვებ მის თავს და ღმერთი მიაგებს მათ მოგაგებს შენ აი ამისთვის მე პავლე იმეორებს ამას თავის ეპისტოლეებში ხომ აი ამას ამობს ქრისტე მაგრამ უყურეთ ახლა თუჩი ადამიანს უჩნდება ეს აზრი როგორ რუსეთით დაგვესხა თავს არ უპასუხოთ მაგალითად ამაზე არ არის ლაპარაკი აქ ლაპარაკი არის მოწაფეებს შორის ურთიერთობაზე. სახელმწიფო როგორ უნდა მოიქცეს, აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, გესმით? სახელმწიფოს ჯარი ყავს, პოლიცია ყავს და იარაღი სხვა რამეა. ქრისტე ლაპარაკობს ჩემ მოწაფეებს შორის. ასეთი თვინიერები იყავით, რომ აი ხა მაგალითად ლევანი გაბრაზდა და რაღაცა ის სუხასიაძე მოვიდა, აი განერეულებულია რაღაც ცხოვრებისგან და ვერ მოითმინა და რაღაცა ხელი კრა. მაგად იოანეს. შენ არ უნდა უპასუხო, უთხრა ლევან, რა მოგივიდა ძმაო, რატო ხარ ესე? მოდი, აი აქედაც დამარტყა. და ლევანი მიხვდება, რომ
რა გავაკეთე ხო და გეტყვის მაპატიე ძმო ხო აი ჩვენ შორის უნდა იყოს ეს მოწაფეებს შორის ურთიერთობაზე და არა სახელმწიფოს ურთიერთობაზე აი ხა მე როცა ვამბობდი ხოლმე გახსოვთ რომ არ ბევრდნენ ხოლმე საქართველოში გახსოვთ რაღაცა განსხვავებული ორიენტაციას იმის არ ბევრდნენ ქვებს ეცოდნენ და არ შეიძლება ვამბობდი ქრისტიანის ცხოვრების ის არ არის მოვალეობა ეს რომ ყვა ესროლოს თუნდაც მე ამაზე ხან განზღავდნენ ხოლმე და რას მეუბნებოდნენ ხოლმე იცი რომ ეგრე რომ მოიქცეთ მაშინო ეგრე რომ მოქცეული იყო დავით აღმაშენებელი მაშინ საქართველოს აღარ გვექნებოდა დღესო რა შუაშია დავით აღმაშენებელი ის იყო მეფე ის იყო ოფიციალური სახელმწიფოს მმართველი და ჯარი ყავდა თუ წერი დაგასხმება თავს უნდა იომო შენც იომე წადი იომე მაგრამ ვიღაცა ადამიანს რო ყაესროლო ეს ქრისტიანის მოვალეობა არ არის გესმით ამას ამბობს ქრისტე ზუსტად რომ იყავით თქვენ მშვიდნი თვინიერი კაცთმოყვარენი და მომთმენი თორე სახელმწიფო საქმეებში ეს იმასთან კავშირში არ არის რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა იომოს და დაიცვას თავის საზღვარი თუ წერი დაესხა თავს ნახეთ და 53-ე სულ 4 მოხლიყა დაგჭა თქვენ გსმენიათ რომ თქმულა გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი ეს არის ლევიანთა მე-19 თავში აი შეგიძლიათ ნახოთ გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი ასე წერია გძულდეს შენი მტერი არსად არ წერია ჯულში თქვენ ვერ იპოვით გძულდეს შენი მტერი არ არსებობს მაგრამ თქვენ გსმენიათ ვისგან სმენიათ ფარისევლებისგან სმენიათ რომ გძულდეს შენი მტერი გესმით აი თალმუდს რო ვახსენებ ხოლმე იმიტომ ვახსენებ რომ მე მინდა რომ გავიგოთ ჩვენ იმ დროს როგორ აზროვნებდა თალმუდში არის ტრაქტატი იომა აი იომაში წერია რომ ერთ-ერთი რაბინი ამბობს სახელი აღარ მახსოვს რომ აიო პირველი ტაძარიო შილოში იყო შილო იყო აი აქ დაახლოებით ცენტრალური სიაში სანამ იერუსალიმში აშენებდა სოლომონი ტაძარს მანამდე აღთქმის კიდობანი იყო შილოში შილო იყო ადგილი უბრალოდ სადაც ეს პირველი ტაძარი სადაც იყო ის პირველი ტაძარი იმიტომ დაინგრაო მეფეთა წიგნშია ეს აღწერილი რომ წიგნებში აღწერილი რომ იმიტომ დაინგრაო რომ გარყვნილება და წმინდის შეურაცხყოფა სჭირდა თუ მათო ტაძრის ისრაელს ტაძრის მსახურებს იმ დროს მეორე ტაძარიო აი ეს სოლომონის დროინდელი ტაძარი სოლომონმა ნაბუქოდონოსორმა რომელიც დაანგრია იმიტომ დაინგრაო მე-6 საუკუნეში რომ მათო გარყვნილება სჭირდათო და ფულის სიყვარული სჭირდათო გარყვნილებაც იყო ფულის სიყვარულიც იყო მაგრამო მესამეო აი მესამე ტაძარი ჰეროდემ როაში ეს მოძღვარი რომელიც ამას ამბობს რაბი რომელიც ამბობს ქრისტეს შემდეგ არის პირველ მეორე საუკუნეში არის ეს მოძღვარი და მაგრამ მესამე ტაძარი რომელიც ჰეროდეს დროინდელი რომელიც რომაელებმა დაანგრიეს ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ის რატო დაინგრა იცითო ამ ყველაფერთან ერთადო უსაზღვრო ზიზღი იყო სიძულვილი იყო ადამიანისო გამეფებული მათშიო პირველად ეს სიძულვილი სად გამოვლინდა პირველ რიგში ქრისტეს მიმართ აი თვითონ ებრაელთა რაბი ამბობს ცნობილი ერთ-ერთი რაბი იმ თალმუდში იომაში ტრაქტატი იომაში რომ მესამე ტაძარი ქრისტეს შემდეგ რომელიც დააქციეს რომაელებმა იმიტომ დაიქცაო მე შემიძლია გაჩვენოთ ის ადგილი ზუსტად იმიტომ დაიქცა რომ აი იმ სხვა ცოდვებთან ერთად უსაზღვრო სიძულვილი სჭირდათ ადამიანის აი ნახეთ ქრისტე რას ეუბნება აი ქრისტე ხომ იცის რაც სჭირთ მათ და ეუბნება და აი 53 თქვენ გსმენიათ რომ გიყვარდეს მოყვას შენი და გძულდეს მტერი შენი ხოლო მე გეუბნები თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები და დაალოცეთ თქვენი მაწყევარნი კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ თქვენივე დევნელთა და შეურაცხყოფელთათვის რათა იყო თქვენ შვილნი თქვენი ზეციური მამისა ვისაც ამოყავს მზე კეთილთა და ბოროტათვის და წუმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც აი ამაზე ელაპარაკება ქრისტე რომ ქრისტე მათ უნდა გააგებინოს რომ თქვენ კი ასე გეუბნებიან ფარისევლები რომ გძულდეს შენი მტერი რომ დავიცვათ თავი გძულდეს მტერი არა მაგრამ ღმერთის განზრახვა ახლა ის არის რომ თქვენი მოყვასი არა მარტო იუდეველი და ებრაელი არამედ მთელი ყველა ვინც შემოვა სათესაზღვრებელში ღმერთის საზღვრებელში ყველა თქვენი მოყვასი უცხოელიც სამარიელიც წარმართით ბერძენიც ყველა
ახლა აღარ არის გარჩევა არც იუდეველის, არც ბერძენის, არამედ მოვიდა ცათასასუფლებელი. იმიტომ რომ ხარების უწყება ამ ქრისტეს მოსვლის რა იყო? იოანესი და შემდეგ ქრისტესი რომ მოახლოვებულია ცათასასუფლებელი, ხო? და ამ ცათასასუფლებელში ვინ უნდა შევიდეს? მხოლოდ ებრაელები? ყველა. ამიტომ ქრისტე უნება რომ გიყვარდეთ თქვენი მტრები. დაალოცეთ ის, ვინც მტრად მიგაჩნიათ და სიკეთე უყავით იმათ, ვინც ბოროტს გიყვიშვებათ თქვენ. რათა იყო თქვენ შვილი, ისევ ამბობს, თქვენი ზეციური მამის, რადგან ღმერთი ჰაერს მათაც აძლევს, წყალს მათაც და მზეს მათაც აძლევს. რადგანაც თუ გეყარებათ თქვენი მოყასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც? ან თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეებს, უჩვეულოს რას ჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც? მასში ყავით თქვენ სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია მამა თქვენი ზეცი. ნახეთ, გალატელთა მესამე თავში ეს ადგილი მინდა ვნახოთ და ამით დავამთავროთ. რას ამბობს პავლე მოციქული იმის შემდეგ, რაც ქრისტეს რწმენა შემოვიდა ჩვენში და ცათასასუფლებელი მოგვიახლა და ქრისტე მოვიდა ჩვენთან, ყველანი ქრისტე იესოს რწმენით ძენი ხართ ღმერთის, ანუ შვილები ხართ ახლა ღმერთის. ყველა ვინც ქრისტეს მიმართ ნათელიღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. აღარ არის იუდეველი, აღარ არის წარმართი, აღარც მონა, აღარც თავისუფალი, აღარც მამრი, აღარც მდედრი, ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. აი ქრისტეს ქადაგება ზუსტად ამას ამბობს. გიყვარდეთ თქვენი მტერნი და არავითარი მადლი და სიკეთე არ იქნება თქვენთვის, ებრაელებს ეუბნება. თუ მხოლოდ თქვენიანი გეყარებათ, მოყასი იუდეველი გეყარებათ და ებრაელი გეყარებათ, არამედ ყველა ღმერთის შვილია, წარმართიც თქვენს და იყავით ამ დაემსგავსეთ ამაში თქვენს ზეციურ მამას. აი ესე მთავრდება ეს მეხუთე თავი. და შემდეგ გრძელდება ისევ მეექვსე და მეხუთე თავში ისევ აძლევს, ფაქტობრივად ეს სამი თავი არის ქრისტეს რჯული, ხო? ჩვენ ხო ვამბობთ რომ მესიის რჯული მოვიდა ჩვენ და ქრისტეს რჯული არის უფრო მეტად ამაღლებული და სრულქმნილი და სრულყოფილი ვიდრე იყო ძველი რჯული, ხო? ამას თვითონ თალმუდიც ამბობს. თალმუდში ნათქვამია, როცა მოვა ქრისტე, მესიის რჯული იქნება ბევრად უფრო სრულქმნილი ყველა იმ რჯულზე, რომელიც ჩვენ აქამდე გქონია. და აი ამ თავებში, ამ სამ თავში გვაქვს ჩვენ ქრისტეს რჯული. ვასწავლეს უფალი როგორ უნდა ვიცხოვროთ მისმა მოწაფეებმა. ესე თავდება ეს მეხუთე თავი. თუ მეკითხვა რამე, გაქვთ რამე? აბა. აი 25-ე მუხლში რო წერია, რომ დაუზავდი საჩქარო შენ მომჩიმა, სანამ ადგახართ ერთად გზას, რომ არ გადაქცევ საჭურს, სანამ სამსახურად არ ჩაგაგდონ საფრთხეში. აქ იესო ფარისევლებს გულისხმობს ამაში თუ უშუალოდ მოწაფეებს რო ეუბნება ამ შეგონებას, არა კაცკლა და ჩამოთვლის. თუ მათ ეუბნება რომ სამსაბოლოოდ ეს მძიმე ცოდვა ჩაგიდენიათ, მანამდე დაუზავდი. არა, აქ თავის მოწაფეებს ესაუბრება უფალი. აქ თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ აი თუ საკურთხეველთან შესაწირი მიგაქვს და გაიგებ რომ შენი ძმა უძრახად არის შენზე, ხო? ძმასთან გაქვს ნაჩხუბარი ხარ, დატოვე შესაწირი და წადი და შემოირიგე შენი ძმა, შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირი. დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად ადგახართ გზას. რათა მომჩივენმა არ მიიქცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა მსახურს და არ ჩავარდე საპრობილეს. ჭეშმარიტად გეუბნები, შენ ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გადაიხდი უკანასკნელ კოდრანს. ორგვარად შეიძლება ამისი გააზრება. ერთი მართლაც იქ, რადგან მართლაც არსებობდა სასამართლო, მართლაც არსებობდა მსაჯული ისრაელში და ქრისტე ამბობს, რომ აი რაზე ლაპარაკი იცით, აი ყურე ჩვენ ცხოვრებაშიც ხომ ასეა. აი არსებობს სამართალი, სამოქალაქო სამართალი, არსებობს სისხლის სამართალი. ხომ ასეა? აი სამოქალაქო სამართალი აზროვებს მეზობელს ხამაღლა აქვს ჩართული მაგალითად მუსიკა, ხო? მე ხომ არ შეიძლება რომ გავიქცე და სისხლის სამართლის საქმე აღუძრა სასამართლოში მის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ეს არ არის სისხლის სამართლის დელიქტი, ხო? ან მაგალითად გავიარა ჩემ მეზობელმა და თქვა რაღაც ცუდი სიტყვა მითხრა, ხო? ეს არ არის ახლა ეს ისეთი, ანუ მითხრა რომ რაღაც
არასასიამოვნო მითხრა, ხომ? ეს ხომ არ არის ის სასჯელი ის შემთხვევა, როცა მე შემიძლია წავიდე და მას სასამართლოში უჩივლო. ხომ? აი, ხო არიან ეგეთი ხალხი, ვინც აი სულ ყოველთვის ეძებს იმას, რომ ციხეში ჩაგაგდოს, დაგსაჯოს. ხომ არის ეს, ხო გვინახავს, აი მეზობელი ყავს, სანთქა შარიანი ისეთი, რომ სულ გიჩივის, სულ სასამართლოს, სულ უბედურო, ეს ხო არ არის ადამიანობა, ხო? ან ეს ქრისტე გვეუბნება, რომ ჩემმა მოწაფეებმა თქვენს შორის მოაგვარეთ ეს სასამართლოს გარეშე. აი ამას გვეუბნება, რომ აი მიდიხარ ხომ? სხვეპლის შეწირვა გინდა, ჯერ დაფიქრდი, ვინმესთან ხომ არ გაქვს ისა პრობლემა რამე და მოაგვარე ეს. სანამ სასამართლომდე მიხვალ. თორემ იქ თუ მიხვედი უფრო უარესი იქნე, დაგემართება, ჯერ ამ მიწაზე, აქვე ამ ქვეყნიურზე, ხო? ეს ხომ ეს გვესმის რა არის, ხო? ანუ არ აი სხვა დროს მაგალითად მაშინ მოციქულთა საქმეში არის ესეთი შემთხვევა, რომ არა, ერთ-ერთ ეპისტოლეშია, რომ პავლეს წერს კორინთელთა ეპისტოლეშია, რომ როგორ თქვენო, აი კორინთელთა ეკლესიას წერს პავლე, როგორ თქვენო თვითონ ღვთის ხალხმაო, ერთმანეთში ვერ უნდა მოუგვაროთ, თუ ის საჩივრის საქმეო, სად გარები ხართ რომაელების სასამართლოშიო. გესმით? აი ამაზეა ლაპარაკი ზუსტად, რომ თქვენ უნდა შეძლოთ ერთმანეთთან დალაპარაკება და მოგვარება ამ საქმის. როგორ უღმერთოებ და წარმართებმა უნდა გაგასამართლონო, თქვენო პავლე ეუნება კორინთელებსო, არ გწვენიათო ეუნება მაგას, გესმით? აი ამ მოხს ეხება. ეს ერთი. მეორე კიდე ამისი ეს შეგვიძლია გადატანით მნიშვნელობით გავიგოთ სამყაროს დასასრულზე. რომ სანამ გზას ვადგივართ ორივე ჩვენ აქ, მე და ის ჩემი ახლობელი, რომლითაც დაჩხუბარი ვარ, აქვე თუ არ მოაგვარეთ, როცა მსაჯულთან მივალ ბოლოს ქრისტესთან, იქ თუ ჩამყარეს, ჩამაგდეს აი ამ გაჯიუტებისთვის იმაში, მარადიულ სატანჯველში, იქიდან ვერ გამოხვალ, ეგრე ადვიგა, ხომ ასე? საერთოდაც ვერ გამოხვალ იქიდან, ხო? ანუ იმ ბოლოს სამსჯავროზე შეგვიძლია ეს გავიგოთ. სანამ გზაზე ხართ ერთად, ანუ სანამ ცოცხლობ ჯერ კიდევ და გვაქვს საშუალება მონანიების, პატიების თხოვნის, შენდობის, ხომ? უნდა ჩვენ თვითონ შევძლოთ ამის მოგვარება, თორემ თუ გადაგცა მსახურს, მსაჯულს ანგელოზებს. ის მსახურს ანგელოზებს ახლებით ხომ მოვა უფარი, ანგელოზმა მერე გადაგცა მსაჯულს, ანუ უფალს ღმერთს, ჩაგაგდეს საფრობილეში, გიდან ესე ადვილად ვეღარ გამოვა, ხო? აი ამაზეა ლაპარაკი. მე მგონი სწორად გავიგე, ხო რა? კითხვა სწორად გავიგე? კი, სწორად, მაგრამ თვითონ ქრისტე ხმამითი უპირისპირდება ფარისეულებს მეთქი. ამ ჯულის განმარტებას. ხო. მაგას გვესმო, თავის თვითონაც ხო დაზავებულ ფაქტიურად კონფლიქტშია მასთან. ფარისეულებთან? ფარისეულებთან. და თავის გულისხმობს მეთქი, რომ მათაც გულისხმობს, რომ დამიზავოთ სანამ აქავა. შეიძლება, ხო, შეიძლება ახდან შევხედოთ, რომ აი ფარისეულებს ეუნება, რომ დაუზავდნენ მას, როგორც ამ ჯულის განმარტება, შეიძლება, კი? შეიძლება, კი. შეიძლება ასეც გავიგოთ, კი? ეს განმარტება შეიძლება ისტორია. მაგრამ ამ შემთხვევაში ხო თავის მოწაფეებს ელაპარაკება. იქ ფარისეულები არ არიან. ხო, ფარისეულები. რა სამდინევან? არა, მე ზუსტად ვიქონ ძალიან ფარისეულების საჯულის ამბავი, აქ მე მქონდა ეს კითხვები და ეს სამართლები მოსაჯული იყო, როგორც ადამიანმა განსაჯულს მოსამართლემ თუ აქ ღმერთი იყო ნამდვილად და მაგრამ ხო, ეს ორფრივად უნდა გავიგოთ. ერთი ის, რომ აქ ჩვენ უნდა შევძლებოთ ეკლესიაში, ამიტომაც ეკლესიას თავისი სამართალი ჰქონდა ყოველთვის. ხომ ასე იყო? ჯულის კანონს რო ვეძახით ჩვენ. ეკლესიის კრებულს ჰქონდა ყოველთვის თავისი სამართალი, დღესაც ასეა და ეკლესია უნდა შეძლოს, რომ თავის თავში თვითონ მოაგვაროს სამართლებრივი პრობლემები საერო სასამართლოს გარეშე. იქ სულ სხვა სამართალია. ის თუ ჩაგაგდებს მასში სასჯელში, იქიდან შეიძლება ასე ადვილად ვერ გამოხვიდე, მაგრამ საეკლესიო სამართალი ყოველთვის კაცთმოყარეა უფრო. შემბრალებელია, შემწყალებელია, არ გაგანადგურებს, ესეთია, ჯული ასეთი უნდა იყოს, გესმით? აი ამას ამბობს ქრისტე, რომ ეკლესია უნდა კრებულმა ჩვენეს უნდა შევძლოთ ერთმანეთში. გესმით? ეს ორი რამ უნდა გავარჩიოთ აუცილებლად. აი საქართველოს რაღაცა ეს აიდღება ერთმანეთში. უყურეთ, ჩვენ ხო საქართველოს მართლმადიდებელი ქვეყანა გონია, ხომ ასეა? ხო, მაგრამ საქართველოს ხომ არ არის მართლმადიდებელი ქვეყანა.
არც კონსტიტუციურად არ არის და არც არანაირად არ არის მართლმადიდებელი ქვეყანა. ქვეყანა ვერც იქნება მართლმადიდებელი. შეუძლებელია, როგორ უნდა იყოს. მაგრამ ამიტომ ჩვენ რო გონია საქართველოს მართლმადიდებელი ქვეყანა, ჩვენ გონია რომ აი ეს თუნდაც ეს ჯულის ცნებები ქვეყანამ უნდა შეასრულოს, ქვეყანა ამას ვერ შეასრულებს ვერასდროს. შეიძლება ეცადოს რომ მეტნაკლებად კაცს მოყარე იყოს, მაგრამ პირველ რიგში ეს გვეხება მოწაფეებს, სამრევლოებს, ეკლესიას გვეხება, ჩვენ უნდა შევძლოთ და თუ მოხდება ისე რომ საქართველოში ნამდვილი მორწმუნე რამდენი იქნება? ბევრი ხომ არ არის ნამდვილი მორწმუნე. ალბათ ცოტა. თუ მოხდება ისე რომ ჭეშმარიტი მორწმუნე ბევრი იქნება ქვეყანაში 80% გახდება, ხო? ო ჭეშმარიტი მორწმუნე. მაშინ ქვეყანა შეიცვლება. ქვეყანა სხვანაირი იქნება, ხომ ასეა? და მართლა შეიძლება რომ რაღაცა სამართალი სხვანაირი გქონდეს, მაგრამ დღეს ხომ ასე არ არის და ალბათ შეუძლებელიც არის, ვერასდროსაც ვერ იქნება. მაგრამ ჩვენ უნდა შევდოდოთ ერთმანეთში ეს მოვაგვაროთ. ვაპატიოთ ერთმანეთს, ვიყოთ მომთმენი, მშვიდნი, ის 9 ნეტარება უნდა გამახორციელოთ პირველ რიგში ჩვენს შორის, ხო? მშვიდნი ვიყოთ და გლახაკნის სულით, გლოვიარენი გულით, ველოდოთ უფალს, მობიერი გულით და ერთმანეთს მიმართი ვიყოთ მშვიდობის ყოფილნი ყოველთვის. აი ეს არის მოხდე თავის შინაარსს. მე მგონი დღეს ამით დავასრულოთ და შემდეგ კვირას გავაგრძელოთ საუბარი. დიდება უფალს, გაიქცეთ.